თქვენ უყურებთ კვიტოს არხს, მე ვარ კვიტო, ვიმყოფები სახურავზე, სანამ წვიმა და მეხი ერთდროულად დამეცემა, მანამდე შევეცდები გავცე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხი. ძირითადად მე მაინც მიცნობ TikTok-იდან და TikTok-ზე და 100-ზე მეტი ვიდეო მაქვს დადებული. ფილმების და სერიალების რეკომენდაციები და დაგროვდა საკმაოდ ბლომად კითხვები. ჩემ დავთარში ამოვწერე, ბევრი ჰეითიც იყო, მაგრამ 100-ჯერ უფრო მეტი დადებითი კომენტარი, კითხვებიც. ეხლა ამით მერე ჩამოვლენ, მომკიდებენ და წამიღებენ. რომ აქვს ზუსტად 25 წუთი. წავიდა. პირველი კითხვა, რასაც ყველაზე ხშირად მეკითხებიან, არის დექსტერზე რას ფიქრობ? დექსტერის ყურება დავიწყე 1-2 სერია და მივხვდი, რომ მაგარ ყლებას უყურები. პერსონაჟი ძალიან საინტერესოა და მაგის განვითარება ბევრად უფრო მაგრათაც შეიძლებოდა. უბრალოდ სერიალია, რაც მე არ მიყვარს. რო ხვდები, რომ ფილმს კი არ უყურებ, რაღაცა საპნის ოპერას ემსგავსება და ჩემ სტილში ეგარჯდება. შენი საყვარელი რეჟისორი ვინ არის? ჩემი საყვარელი რეჟისორი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი არის ელდარ შენგელაია, კვენტინ ტარანტინო, სკორსეზე, ფინჩერი, დენი ვილნევი, ძმები კოენები, სპილბერგიც. ესეთი რა კლასიკური რეჟისორები მევასებიან, ოღონდ ძალიან ტარკოვსკები და ლინჩები მე არ მიყვარს. დენირო თუ ალპაჩინო? მე მაინც ალპაჩინო უფრო მიყვარს და გეტყვით რატომაც. ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ალპაჩინო უფრო, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო მრავალფეროვანი როლები აქვს და უფრო საინტერესო პერსონაჟებია განსახიერებული ვიდრე დენიროს. მიუხედავად იმისა, რომ დენიროსაც აქვს ძალიან მაგარი როლები, მაინც ფიქრობ, რომ ალპაჩინო უფრო მრავალფეროვანი. შენი საყვარელი მსახიობი? ჩემი საყვარელი მსახიობი არის კრისტიან ბეილი. და გეტყვით რატომ? კრისტიან ბეილი არის ერთ-ერთი ყველაზე თამამი მსახიობი ჩემი აზრით. რომ უყუროთ მაგის ინტერვიუებს, მიხვდებით, რომ დიდი ყვერები აქვს და გეტყვით რატომაც. წარმოიდგინეთ, ისეთ როლებზე თანხმდებოდა, რაზეც ყველა უარს იძახდა, დაბალ ბიუჯეტიანზე, ზოგჯერ ანაზღაურებაზეც უარს იძახდა და bring it on ესე იძახის. ბეტმენს ითამაშებო და მე ბეტმენის როლ ბეტმენად დაგინახავსო ყველაო, ამანაც ეგრევე bring it on, ანუ არ ეშინია არანაირი გამოწვევის და არანაირი ტიპაჟში გარდასახვის არავითარი წინაღობა არ ეშიდება. ძალიან ჩავხლართ ეხლა. მოკლედ არ ეშინია გამოწვევების და ყველაფერი გამოსდის იდეალურად. აი ამიტომ მიყვარს კრისტიან ბეილი. პროფესიონალია თან, ეს მარტო ნიჭის და რაღაცა ოსტატობის ხარჯზე არ აკეთებს. ძალიან შრომის მოყვარეა. არის თუ არა ტომ კრუზი ნიჭიერი მსახიობი? ტომ კრუზი არის ჩემი აზრით ტოპ მსახიობი. იმიტომ რომ არც მაგას არ ეშინია. ერთადერთი ყველაზე მაგრად გული რაზეც წყდება არის ის, რომ ბევრად მეტი ანტაგონისტის როლი მოუხდებოდა ტომ კრუზს. თუ გაქვთ ნანახი Collateral, მაიკლ მანის ფილმი, მიხვდებით, რომ ძალიან მაგრა უხდება უარყოფითი როლები. და გული მწყდება, რომ ძირითადად სულ რაღაცა სუპერ გმირებს და შეუსრულებელ მისიებს განასახიერებდა. წარმოიდგინეთ, რა მაგარი ანტაგონისტი იქნებოდა ტომ კრუზი ჯეიმს ბონდისთვის ან ჯეისონ ბორნისთვის. იდეალური. ან თუნდაც მარველებში, ან DC-ში რომელიმე სუპერ ბოროტმოქმედის როლი ძალიან მოუხდებოდა და მარტო მაგაზე მწყდება გული, რომ ეგეთი როლი არ განიხილა. როგორ ასწრებ ამდენი ფილმის ყურებას? როგორ ვასწრებ და მე დავიწყე 3 წლიდან ფილმების ყურება. 3 წლის ლაპარაკიც არ ვიცოდი ნორმალურად, რომ უკვე ჯიმ კერის მასკა მქონდა უკვე ნანახი და როგორც ჩემი მშობლები იუწყებიან, ზეპირად ვიცოდი მთელი ფილმი თავის მიმიკებით, რეპლიკებით და დიალოგებით. მერე პირველად უკვე გლადიატორზე ვიყავი და იმის მერე ფილმების ყურება არ გამიჩერებია და გავიდა უკვე რამდენი 35 წელი გავიდა მას შემდეგ 32 წელი გავიდა და დღემდე ვცდილობ რომ კვირაში ერთი ფილმი მაინც ვნახო. სერიალების ყურება კიდე დავიწყე House of Cards-იდან, რომ დაიდო პირველი სეზონი 2013-ში მე მგონი, რომ ვნახე დევიდ ფინჩერის და კევინ სპეისის კოლაბორაცია, მეთქი უეჭველი უნდა ვნახო, ჩაუჯექი, როგორც კი ვნახე, მე მალევე გამოვიდა
True Detective-ის პირველი სეზონი და მაქედან მოყოლებული უკვე მივხვდი, რომ სერიალებშიც სერიოზული ხალხი მუშაობს. მერე უკვე Breaking Bad-ი მივაყოლე და აღარ გავჩერებულა. არ მიყვარს ესეთი სერიალები, როგორიც არის Lost-ი, Prison Break-ი, House-ი, Mentalist-ი, ანუ აი სერიალი რო არის, არ მიყვარს. არაფერს არ ვერჩი, ხვდები რომ ძალიან მაგარია. ზოგადად ექიმა House-მა შეცვალა კინო სერიალების მიმართულება იმ მხრივ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა Hugh Laurie. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ბევრი კინოსტუდია და ბევრი მაგარი ხელოვანი დაინტერესდა იმით, რომ სერიალებში გადასულიყო და ნუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სოპრანოს კლანს უჭირავს, იმიტომ რომ პირველი სერიალია, რომელიც სერიალს არ გავს. აჰა, სოპრანოზეც გავეცი პასუხი. რაც ჩამოთვალე, ყველა ერთმანეთზე უარესი ფილმებია. არ ყოფილხარ შენ კინომანი. მართალია ეს ადამიანი, მე არა ვარ კინომანი, მე ვარ სინოფილი. სინოფილი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ფილმები. რაც შეეხება ერთმანეთზე საშინელ ფილმებს, რეები ჩამოთვალე გეტყვით. Enemy, Lady Bird, Florida Project, Hereditary და Ex Machina. ამაზე მითხრა, რომ ერთმანეთზე უარესი ფილმებია. ჩვენ გადაცემას უკვე სპონსორი წავს. ფილკან წყალპარსალდარი. დალიეთ და გაიგრილეთ სხეული და სული ერთდროულად. უნდა გადავისხა თავზე? სპონსორი მეუნება რომ უნდა გადაისხაო თავზე. შემდეგი კითხვა. რატო ვეღარ იღებენ კარგ ფილმებს? მე მაქვს მაგაზე თეორია. ჩემი აზრით 1 და 2 მიზეზის გამო ეგ არ ხდება. კრიზისი დაიწყო პანდემიამდე დაახლოებით რამოდენიმე წლით ადრე. პანდემიამაც მაგრად იმოქმედა მაგაზე. უბრალოდ კინოსტუდიები იმხელა წნეხში ამყოფებენ რეჟისორებს, პროდიუსერებს და სცენარისტებს და შესაბამის ანაზღაურებას არ აძლევდნენ. დაიწყეს გაფიცვები. ამ გაფიცვებით ისარგებლეს სტრიმინგ სერვისებმა, Netflix-მა, Hulu-მა, Amazon Prime-მა, Apple TV-მ, რავი უკვე რამდენი გამოვიდა. და ეს ნიჭიერი ხალხი მოიზიდეს და მოიწვიეს თავიანთთან. და მიცეს სრული თავისუფლება, რაც გინდა ისქენი, როგორც გინდათ ისქენით და ამ მასობაში უფრო და უფრო მოძლიერდა კიდე ერთი კინოსტუდია A24, რომელიც იგივე პოლიტიკას აწვევა და პლუს კიდე ერთ მნიშვნელოვან დეტალს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. ორიგინალური ისტორია უნდა იყოს. ანუ არ იღებენ რაღაცის რიმეიქს, ან განახლებას, ან reboots, ან sequels, ან prequels. მხოლოდ ორიგინალურ ისტორიებს და აძლევენ სრულ თავისუფლებას. დაბალი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ თავისუფლებას აძლევენ კრეატიულ ხალხს. ეს კრიზისი როგორც კი შეექმნა ჰოლივუდს, ეგრევე შეცვალეს პოლიტიკა და მე ვფიქრობ, რომ 2025 წლიდან უკვე დაძლევისკენ მიდის ეს კრიზისი, იმიტომ რომ უკვე ბევრი მაგარი ფილმია დაანონსებული. ნახოთ რა, მე ვფიქრობ, რომ ეშველება, იმიტომ რომ ჰოლივუდს შანსი არა, რომ დაერხეს. უბრალოდ უფრო მაგრად გაიქაჩა სერიალები და მიაწექით სერიალებს, სანამ კარგი კინოები გამოვა. და ერთი ფაქტორი ის არის, რომ კინოთეატრები, თვითონ კინოთეატრები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რაღაცნაირად მოლში შედიხარ კინოსაყურებლად, ანუ ადრე როგორც იყო, რომ კინოთეატრი რუსთაველში, ჩვენთან ვიძახით თბილისში, კინოთეატრი რუსთაველში რომ მიდიოდი კინოსაყურებლად და არა თან მოდი საროჭკა ვიყიდო და თან ფილმს უყურო არა, მიდიოდი კულტურულ ღონისძიებაზე. აი ეგეთი ღონისძიებები აკლია, არა მარტო საქართველოს, მე მგონი რომ ამერიკაშიც იგივე პრობლემა აქვს და ევროპაში არ ვიცი. ძალიან მაგარი იქნებოდა რომ პატარა კინოთეატრები გაიჩითოს, აი 50 კაციანი და რაღაცა კინოკლასიკები გაუშვან რა. და ვიღაცამ მიაქციეთ ყურადღება კინოთეატრ რუსთაველს მიგდებული რო არის, იყიდეთ. ვინმე მდიდარი კაცი არ არის, იყიდეთ და ჩამაბარეთ. მე ვიქნები მენეჯერი და მივხედავ 1 3 4 5 6 თვე 1 წელი მე ვიქნები მან მენეჯერი ძალიან დაბალ ხელფასზე. მომწერეთ. Breaking Bad-ი თუ Soprano. Breaking Bad-ი უფრო მევასება, იმიტომ რომ ჩემ გემოვნებაში ესეთი ჭკვიანურად დაგეგმილი, კრიმინალური თავგადასავლები ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სუქანი მაფიოზები, რომლებიც
ეგენის თავისთავად ძალიან საინტერესოა გადმოცემული სოპრანოს კლანში მით უმეტეს, მაგრამ აი ეგ თემატიკა რაღაცნაირად ყელში ამომივიდა, იმიტომ რომ კოპოლამ და სკორსეზემ ბოლომდე გამოწოვეს ეგეთი თემიდან, რაც კი შეეძლო და ახალი ფილმები რაც გამოდის მაფიოზებზე უკვე არაფერი აღარ მაინტერესებს და არა მარტო მაფიოზებზე, ბლატნოი და cool ტიპებზე აღარ მევასება, აი არც Peaky Blinders-ები და და ტომი აღარ შემიძლია. უფრო მაინტერესებს მასწავლებელი რო გახდება კრიმინალური მასტერმაინდი, ან ვიღაცა დამლაგებელი, ან ვიღაცა ავტობუსის ყოლი, ვიდრე გასიებული გამომძღარი მაფიოზი. რომელი არის შენი საყვარელი ფილმების ეპოქაო, ანუ წლების მიხედვით გულისხმობ. ჩემი საყვარელი ეპოქა არის 90-იანების ბოლოდან 2010-მდე. იმიტომ რომ მაგ პერიოდში მაინც ახალგაზრდა ვიყავი და რა ფილმებიც ვნახე, ყველაფერი მაინც ემოციურ ფონზე გადის და მაგიტომაც მიყვარდებოდა უფრო მეტად ვიდრე ახლა ახლად გამოსული ფილმები. გარწმუნებული ვარ, დღეს ვინც უყურებს ახალგაზრდა ტიპი, იმისთვის ეს წლები იქნება და როგორც ყოველთვის ესე არის ხოლმე, ანუ ემოციური ფონი ყოველთვის გადამწყვეტი არის. არ ვიცი რამდენად სწორად ავხსენი, მაგრამ გადადით უყურეთ პოდკასტები ვიდეოს 7 თუ 8 უკვე. ჩემზე ბევრად ჭკვიანი ადამიანები მომყავს, რომლებთანაც ფილმებზე, სერიალებზე და არა მარტო ყველაფერზე ვლაპარაკობ. მარტო ჩემ უაზრო ბოდიალს რო არ უსმინოთ. მართლა კი არ მიწერია რა, არაფერი არ წერია ამაში. ყველაფერი აქ მაქვს. როგორ იმახსოვრებ ამდენი ფილმის სახელს და მსახიობებსო. როგორ და როცა რაღაცა ფილმი მომწონს, მე იგივე ფილმზე პატარა რისერჩს ვაკეთებ. ნახულობ ვინ არის მსახიობი, სად თამაშობს, ვინ არის რეჟისორი, ვინ არის ოპერატორი. და მიყვები ხოლმე რა, მე ამას როცა შენ დასერჩავ ერთხელ რო დაგუგლავ კრისტიან ბეილი, მე კრისტიან ბეილზე რო ნახავ, ვა, ნახე ეს ეკვილიბრიუმშიც თამაშობს. სპილბერგის ფილმში დაიწყო, წარმოიდგინე პირველი ფილმი და ანუ უკვე გამახსოვრდება რა. იგივეს გირჩევთ თქვენც, რამე ფილმი რომ მოგეწონებათ და უყურებთ. იმის მაგივრად რომ რაღაც წახვიდეთ სკროლოთ, უბრალოდ დასერჩეთ მსახიობზე ან რეჟისორზე, 1-2 პარაგრაფი წაიკითხეთ და დაგამახსოვრდებათ და ბევრ საინტერესო ფაქტსაც და ინფორმაციასაც ამოიღებთ იქიდან. კიდე ერთი რეკომენდაცია, ფილმის ყურების დროს ყოველთვის გათიშეთ ტელეფონები. ყოველთვის, არ აქვს მნიშვნელობა კინოთეატრში ხართ თუ ოთახში ხართ თუ ტუალეტში ხართ თუ სადაც ხართ. როცა ფილმს უყურებთ, ტელეფონი გადადეთ. ყველაზე დიდი red flag-ი არის ადამიანი, როდესაც ფილმის ყურების დროს სკროლავს და რაღაც საინტერესო მომენტს გამაზავს, აი ესე რომ გადავხედავდი და ნახე რომ მინდოდა რომ იმისგან რეაქცია მიმიღო და თავი ტელეფონში ყოდა ჩართული, ეგრევე ვთიშავდი და მივდიოდი. თქვენც იგივეს გირჩევთ. გონი ამოვწურეთ კითხვები, გამიწერეთ კომენტარები, ვეცდები რომ ეს რუბრიკა თუ მოგეწონათ, თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც გავაკეთო ხოლმე. კიდე უნდა დავამატო სიახლეების რუბრიკა. ეხა ეს იყო პილოტური ვერსია, ანუ შემდეგში გავაკეთებ როგორ იცი? ისევ ამოვალ სახურავზე, თუ ნორმალური ამინდი იქნება. ფილმებზე და სერიალებზე მოგიყვებით, რაც გამოდის, ამიტომ დროებით და კიდე ერთხელ გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამომწერი პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე და ეცადეთ რომ გამახაროთ და მოტივაცია მომცეთ, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ და უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ ფილმებზე და არა მარტო ფილმებზე. უფრო მაგარი ჩემზე ბევრად ჭკვიანი და განათლებული სტუმრები მოვიწვიო და ვილაპარაკოთ, ვიჭორაოთ და კარგი დრო ვატაროთ.